შარშან ამ დროს ქალაქ დრეზდენში შტოლენის უდიდეს მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდი და დღის განმავლობაში ჩემს ხელში 1000-ობით შტოლენი გადიოდა. შტოლენი გერმანული ტრადიციული საშობა უნამცხვარია, რომელიც შობამდე 3-4 კურით ადრე წყვება. მოვამზადოთ ერთად. ცუკატებს დავასხი ფორთოხლის ახლად გამოწურული წვენი და კონიაკი და დავტოვე მთელი ღამით. თბილ რძეში გავხსენი საფუარი, ერთი კოზი შაქარი და ფქვილი და დავდგი ასაფუებლად. აფუებულს კი დავუმატე კვერცხი, ნოშის ფქვილი, შაქარი, ფქვილი და ასევე ოთახის ტემპერატურის კარაქი. Ჩემი გადაგვაქვს სამუშაო მაგიდაზე, მოვზელთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. უნდა მოიზილოს რბილი ცომი და არ ეკვრებოდეს ამავდროულად ხელზე და დავდოთ ასაფუებლად. აფუების შემდეგ გადამაქვს სამუშაო მაგიდაზე და შევაზილე წინა დღეს კონიაკსა და ფორთოხლის წვენში დამბალი ცუკატები. ასევე ვუმატებთ ხილეულს. ცომს გავყოფ ორ ტოლ ნაწილად, ოდნავ გავაბრტყელებ და ცალ მხარეს გადმოვკეცავ ისე როგორც კადრში ხედავთ. თქმულების თანახმად, შტოლენის ფორმა განასახიერებს პლეჩში გახვეულ იესოს. კიდევ დავტოვოთ ასაფუებლად 40 წუთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 9 საათი. შემდეგ ცხელსვე უნდა შევაზილოთ დამდნარი კარაქი კარგად ყველა მხრიდან, გავაგრილოთ და გავახვიოთ ჯერ საცხობ ქაღალდში, შემდეგ ფოლგაში. 2 კვირის შემდეგ კი გამოგვაქვს ჭრით და უკვე ვტკბებით იმ არომატების ნაზავით, რომელიც ამ დესერტში იყრის თავს. შტოლენი რაც უფრო ძველია, მით უფრო გემრიელია, ასე რომ მომზადება დაიწყეთ დღესვე.